როდესაც საუბარი დავით სარაჯიშვილს ეხება, ნაკლებად გვახსენდება, რომ იგი იყო ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადო მოღვაწე, პიროვნება, რომელიც უამრავ ქველმოქმედებას ეწეოდა. სარაჯიშვილის სახელი პირველ რიგში ქართული კონიაკის შექმნას უკავშირდება. მე-19 საუკუნის მიწურულს მან მთელი იმპერია დააარსა, რომლის ქარხნებით წელიწადში მაღალხარისხიანი კონიაკის 200,000-ზე მეტ ბოთლს აწარმოებდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი იყო ევროპული ტიპის პირველი ქართველი მრეწველი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. დავით სარაჯიშვილი 1848 წლის 28 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. მისი ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო. მამამისი ზაქარია სარაჯიშვილი პირველი გილდიის ვაჭართა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი ქალაქში ერთ-ერთი უმდიდრესი პიროვნება გახლდათ. ზაქარია თვლიდა, რომ განათლება ცხოვრებაში წარმატების მთავარი წინაპირობა იყო და ამიტომ შვილების სწავლისთვის არაფერს იშურებდა. დაწყებითი განათლება დავითმა ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგრძო. თუმცა პეტერბურგში სულ 1 წელი დაჰყო და განათლების გასახმაებლად გერმანიაში გადაბარგდა. სწავლობდა მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1878 წელს დავით სარაჯიშვილი მევენახეობისა და მეღვინეობის შესასწავლად საფრანგეთში გაემგზავრა. სწორედ იქ ყოფნის დროს გადაწყვიტა ქართული კონიაკის შექმნა. საზღვარგარეთ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საქართველოს კლიმატი, ნიადაგი და ვაზის უამრავი ჯიში კონიაკის წარმოების უნიკალურ საშუალებას იძლეოდა. ევროპიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე წელიწადში ქართული კონიაკის სრულფასოვანი წარმოება დაიწყო. მისი ქარხნები ამუშავდა კავკავში, თბილისში, ერევანში, ელიზავეტპოლში. დროთა განმავლობაში სარაჯიშვილის საქმე იმდენად გაფართოვდა, რომ რუსეთის იმპერიაში ფრანგული კონიაკის რეალური ალტერნატივა გახდა. სარაჯიშვილის წარმოებაში შედიოდა კონიაკის 7 ქარხანა. გარდა ამისა, მასვე ეკუთვნოდა არყისა და ლიქიორის ქარხნებიც. სულ მალე მისმა ნაწარმმა მთელი ევროპა დაიპყრო. ქართულმა კონიაკმა საერთაშორისო გამოფენაზე 9 ოქროს და 5 ვერცხლის medali მოიპოვა. მისი პროდუქცია იგზავნებოდა პარიზში, ლონდონში, ბერლინსა და ვენაში. სარაჯიშვილის ქარხნები აღჭურვილი იყო იმ დროის საუკეთესო დანადგარებით. იგი თავად აკონტროლებდა კონიაკის დამზადების ყველა ეტაპს. ზრუნავდა საკუთარ თანამშრომლებზე. საქართველოში სწორედ სარაჯიშვილმა შემოიღო 8 საათიანი სამუშაო დღე და აწესა ანაზღაურებადი შვებულება. მაგრამ იგი საქართველოში მხოლოდ კონიაკის წარმოებით არ იყო ცნობილი. მისი სახლი, რომელიც სოლოლაკში მდებარეობდა, იმ ხანის თბილისის აღიარებულ კულტურულ და საქმიან ცენტრს წარმოადგენდა, სადაც სწავლებები, ხელოვანთა შეკრებები, გამოფენები და კონცერტები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ხშირად სტუმრობდნენ ქართული საზოგადოების რჩეული წევრები: აკაკი წერეთელი, დავით კლდიაშვილი, ვალერიან გუნია. მის სახლში მოეწყო ცნობილი ქართველი ფერმწერის გიგო გაბაშვილის პირველი გამოფენა. ილია ჭავჭავაძემ განდეგილი და ოთარაანთქვრივი პირველად სწორედ სარაჯიშვილებთან გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე წაიკითხა. დავით სარაჯიშვილის სახლი მუდამ ღია იყო ქართული საქმისთვის. იგი აფინანსებდა ისტორიული ძეგლების აღდგენას. დიდი წვლილი შეიტანა ქაშვეთის ეკლესიის აშენება განახლებაში. მატერიალურად ეხმარებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. მფარველობდა ნიჭიერ ახალგაზრდებს. ხელს უწყობდა მათ სწავლას საზღვარგარეთ. სტიპენდია დაუნიშნა უამრავ ხელოვანსა და მეცნიერს. მათ შორის იყვნენ ზაქარია ფალიაშვილი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, აკაკი შანიძე და იაკობ ნიკოლაძე. 1910 წელს დავითს მძიმე სენი შეეყარა. იგი ბერლინში მკურნალობდა, მაგრამ ამან სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. დავით სარაჯიშვილი 1911 წლის 20 ივნისს 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის სიკვდილს მთელი ქართველი საზოგადოება გლოვობდა. სარაჯიშვილის ხედართან გამოსათხოვებელი სიტყვა აკაკი წერეთელმა წარმოთქვა. გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე მან ნოტარიუსთან ანდერძი შეადგინა და 3 მილიონი მანეთი ქართულ საზოგადოებას დაუტოვა. ეს ფული განათლებას, კულტურულ საქმიანობასა და ქართული საზოგადოების განვითარებას უნდა მოხმარებოდა.